ახალგაზრდა მასწავლებლის გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულ ორ არასრულწლოვანს ინიციალებით ΑԳ-ს და ԳР-ს მოსამართლე რომე ოთხეშელაშვილმა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მესამე არასრულწლოვანს კი ინიციალებით ԴЧ-ს 9 წელი. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად მსჯავრდებულებს სასჯელი 1/4-ით შეუმცირდათ, ამიტომ ΑԳ და ԳР პენტენციურ დაწესებულებაში 10 წელსა და 6 თვეს გაატარებენ, ԴЧ კი 6 წელსა და 9 თვეს. ΑԳ-ს და ԳР-ს გიგა ავალიანის ეპიზოდზე ედავებოდნენ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, ჩადენილი ჯგუფურად რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა. გიგა ავალიანისა და კიდევ 4 ეპიზოდზე ორივე არასრულწლოვანს პროკურატურა ედავებოდა ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას და მასში მონაწილეობას, რასაც თან ახლავს ძალადობა. პროკურატურა ԴЧ-ს გიგა ავალიანის ეპიზოდზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობას, გიგა ავალიანისა და კიდევ 4 ეპიზოდზე კი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებოდა. ვიცოდი რომ თუ კი 14 წელს მივეშჩი და გააკლდებოდა მეოთხედი და დარჩებოდა 10 წელი 6-ი, მაგრამ მე მინდა აქ ერთი რამე ვთქვა. ფიქრობდი, განა რა შეიძლება ჩემსა და ჩემი შვილის დედაშვილობას შორის. მე ისე ბრალდებულის მშობლები თუ დამნაშავების მშობლები და ნაცისების წავიდოდნენ სახლში, დამნაშავების ისევ წაიყვანდნენ ციხეში და მე და ჩემი ნიკა ისევ ავტომატებით წავიდოდით გიგას საფლავზე, მაგრამ მოსამართლე სახელი და გვარი უნდა დავასახელო, არ ვიცი მაქვს რამის უფრო, მაგრამ უნდა ვთქვა და ძალიან გთხოვთ გააჟღერეთ. ზოგჯერ არის სიტუაციები, როცა ჩვენ უფლებებს უნდა გადავაჭარბოთ და ვთქვათ მეტიც. ჩვენ საზოგადოების ნაწილი ჩვეულებრივ მოკვდავია ადამიანები ვართ. მოსამართლე რომე ოთხეშელაშვილმა მე დღეს შემივსუბუქა. თუ შეიძლება რამე შემსუბუქოს ჩემი მდგომარეობა, მე დღეს მოსამართლე რომე ოთხეშელაშვილმა თავის ბოლო ნაწილში შემიმსუბუქა ჩვენ დედაშვილობის გაწყვეტილი ურთიერთობა, რომელსაც ვერ ვიღებ, შინაგანად ვერ ვიღებ, ვერ ვიცილებ გიგას და მე ეს დღეს რომე ოთხეშელაშვილმა შემიმსუბუქა. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ველოდებოდი სასჯელს, იმიტომ რომ ესენი არიან მართლაც პირსისხლიანები და საზოგადოებისგან მაინც უნდა გაერიდებინა მოსამართლეს ეს ახალგაზრდები, ასევე მათ უფრო მეტი საშუალება ექნებოდათ კონზემოსთვის დაფიქრების, უფრო როცა იქნებოდნენ გარიდებული და თავისთავად მეტად ხშირად იქნებოდნენ დარჩენილი, უფრო მეტად დაფიქრდებოდნენ იმაზე თუ რა ჩაიდინეს, მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო ბოლო ნაწილი, სადაც მან ისაუბრა გიგა ავალიანის სისპეტაკეზე. მოსამართლე რომე ოთხეშელაშვილმა სამივე არასრულწლოვანი დამნაშავედ 4 აპრილის სხდომაზე ცნო. დღეს 8 აპრილს კი მათ წარდგენილი ბრალისთვის განკუთვნილი სასჯელის უმაღლესი ზომა განუსაზღვრა. 28 წლის მასწავლებელს გიგა ავალიანს 2025 წლის 1 ოქტომბერს საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ. ის 24 ოქტომბერს კლინიკაში გარდაიცვალა.